ამ vlogs უკვე ვიწყებ ორშაბათს. დღეს დავდე პირველი ვიდეო და ძალიან კაი გამხმაურება მოყვა და მგონი ძალიან მოგეწონათ, რაც ძალიან მიხარია. ეხლა მივდივარ მერკადონაში, უნდა ვიყიდო რაღაც პროდუქტები, იმიტომ რომ დღეს საღამოს სადღაც 1 საათში ჩამოდის ჩემი მეგობარი ჩემთან და უნდა დავხვდე აეროპორტში, მანამდე მინდა რომ რაღაცები ვიყიდო, ამიტომ წამოვყევით. Colgate წამოღება დამოვიწყდა. რაღაც ძალიან ცუდი ამინდი ამოვარდა. ბოლო 9 საათში ალბათ გადაწყვეტილი იყო და ეხლა არის უმოღრუბლული და გვემწვიმა დაპირებს. მოვედი მერკადონაში. ბევრი რაღაც წვედი და შარც ჭირდება. ცოტა დილას რო კონდეს სასაუზმო რამე ალბათ ეგ. გამოვედი. ნიკუშა ვინც ჩამოდის ახლა და გზაშია. არის ჩემი ნათესავი. მამა ჩემის ხიდან ბებია მისი არის, მამა ჩემის ნაცია და გავიზარდით ერთად. და ჩემზე იყო ფეხისიმეც, ნიკუშას ჩემს საწოლში ეძინა. ვიყავით ჯგუფელები ბაღში, კლასელები, სუგვერდი-გვერდი შეხედით, 12 წელი. ერთს მეკითხები ჩამოვაზან მომენატრა, ძალიან დიდი ხანი არ მინახავს და მithumetes მადრიდში ჩამოდის ჩემთან, ეგ ძალიან მიხარია. მოვედი სახში. რუგულია და წვიმს. ფოკუსი გასტარა. არ შეგვნა გასტარა ფოკუსი. დროზე უნდა შევაწყოსანი, გადავივლო და წავიდე აეროპორტში. გაცენდა მეორე დილა, გუშინ ვეღარ გადავიღე ვერაფერი. იმიტომ რომ ვიდეო უნდა დავემონტაჟებინა რაღაც და ვერ მოვასწარე. ჩამოვედი სწავლა სასაუზმოდ და ეს გახლავთ ბატონი ნიკუშა. Say hi to my vlog. ეგ არის ჩემი ახალი საყვარელი წინადა. ეხლა მოვედით ძალიან ცნობილ ფოტოაპარატების მაღაზიაში, სადაც არის ყველანაირი ფოტოაპარატი. ეს აპარატიც აქ ვიყიდო. სახში მოვიყვანე უკვე. ეს ეძებს ფოტოაპარატს. მე არ ვიცი ვიც დავეხმარე, იმიტომ რომ მე ეს ვიცოდი ეს ფოტოაპარატი ვიყიდე. ახლა გამოვედით მაღაზიაში, იმიტომ რომ ეს ვაჟბატონი არის ყველაზე შოპაჰოლიკი ადამიანი, ჩემზე შოპაჰოლიკი ადამიანი თუ არსებობს და არ ვიცოდი, მაგრამ არსებობს. მოვედით მაჩას დასალევა. ეხლა ნიკუშა გასინჯავს მაჩას და გვეტყვის მის რეაქციას. მეტების დასრულდა და თუ შეიძლება ნუ იგინები. ჩემი მისია შესრულებულია, კიდევ ერთ ადამიანს მოვაწონე მაჩა. იეი. კიდე მაღაზიაში. ესეც ასე შენეძენით გვაქვს, შვიდობაში ნიკო, შვიდობაში. ეს არის მეორე დღე. დღეს დილიდან წამოვედით ჩემებთან და წამოვედით ახლა რაღაც ესპანურ რესტორანში, რომ ნიკუშამ გასინჯოს პაელია. მწროფისგან ორი თავი გაგშოვდა. როგორი მოლოდინები გვაქვს? არის ძალიან კაი. ესე იგი უკვე მივირთვით. მზის დარტყმა მიიღო მგონია, მაგრამ შუბლი აქვს ცოტა დასიებული. ახლა მივიდივართ მანქანისკენ, რომ წავიდეთ ტოლედოს კათედრალთან, ავიდეთ მანქანის და იქაც ჩუპიტო არის შოთი. ან ჩუპიტოს ეძახიან შოთს. ჩუპიტო იმიტომ არ დავლი რომ საჭეს დამზივარ და ამანდალია ჩემს დაცვლადაც. ორმაგი დოზა ჩუპიტო შენ მიღებული. დაბლ ჩუპიტო ხარ. ისეთი სიცხეა ხალხო, ისეთი სიცხეა რომ აქ უნდა ჩავიდეთ. ისეთი სიცხეა რომ აი კვერცხი რო დააგდოთ შეიწყვება. ყველაფერი დაკეტილი აქ შუადოს ყველაფერს კეტავენ, იმიტომ რომ ძინავთ. Long live the Spanish people. უფალო ეს რა სიცხეა, უფალო. აი. იბე დაწყევა. დავდივართ ტოლედოში ხალხო მაღლა. ალაბარში გავიშ. ნახე, აქეთკენ იმენა თბილისი უნდა ჩარდეს, არა სამება უნდა ჩარდეს ახლა ჩარდა. ფეილი იყო მეგობრებო. დავფეილდით. მაგარი ადგილი ვიპოვეთ, საიდანაც აი ეს კათედრალი ჩანს. ძალიან ლამბაზად. და ფოტოები გადავიღეთ აქ. და ახლა ვეცდებით რომ 40 გრადუს სიცხეში არ დავიწვათ. ცოტა გავისეირნოთ, კათედრალი ვნახოთ. ეს უნდა გავაკეთო ჩემი ძაღლებისთვის. აი უეჭველენ დავიკიდე სახლში.
დედას 3 რაინდი. ვაიმე, როგორი მიზომებული. მაღაზია, იცი? კვატების კოლექცია, ვისაც აქვს კვატები არის სხვადასხვანაირი. Royal Ducks. ესპანეთში ძალიან ბევრი ხელს არის ეს მაღაზია და შიგნით არის სხვადასხვა საკოლექციო კვატები. ამის კოლექცია რატო უნდა გქონდეს? I do not know. Yay. ანუ ესა თვალე, not gonna lie, I don't hate it. ეს მიკროფონი უნდა ავიღო და მაგიცნობია რა ყველგან. ჩვენ გვინდა ბენდენა. ალეჰოპი არის ხალხო ჩემი ყველაზე საყვარელი დებილობების მაღაზია. 10 € და არის ცოტალები. ეს კეპკა უნდა რომ ვიყიდო ხალხო. მე არ ვიწვევ შენ, მე მისწონია მარაო ვიყიდო, არ მინდა კეპკა. აი ეს კაი მარაოა. ჩემი ახალი მარაო. ვაიმე, სად ვიყავი აქ? ვაიმე, კათედრალი აქ არის? რაღაც არ ჩანს. კათედრალში ვართ ტოლედოშიც. მითხრეს რომ გადაღება არ შეიძლება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა იღებს და მეც მაგიტო ვიღებ. მე ქართველი ვარ, ნაკლებად უნდა გავიკო ეგეთ რაღაცები. სიმამაზე ეს როგორ აქვს აკეთებული საერთოდ? აი ამ როგორ აკეთებული? ეს კარტების განოცდილობდი ხოლმე იმის აშენებას 2 სართულზე მეტი არ გამომდიოდა, მინგრეოდა. ეს რა უბედურება. ანუ აქ ჩააგდებთ 10 ცენტს და სანთელი აინთებობთ და პირველთან ეს აინთებენ ციფრული მადლი გადმოგეცემ. ციფრული მადლი გადმოგეცემთ. გადავწყვეტეთ რომ დამჯდარიყავით და დაგვესვან ერთი 5 წუთი და საუკეთესო ადგილი ავარჩიოთ. მაგას და წინეს 2 მკვდარი გვიცა. დავიანტვით. ჩვენ შეგრავი. მაგათთან ერთად ვისვენებთ, თორემ ისინი სამუდამოდ იცვენებენ ჩვენ ჯერჯერობით. ესეც სელფებს ვიღებდი რეტრიკით მე-7 კლასში. თვალებს ვერ უჭერებ, ისეთი მაგარი ნამუშევარია. აბა, ამის მოფიქრება არ უნდა. ეს არ გადამიღე ამასთან. ეხლა ამიცა. Facebook-ს დადამარეს. პროფილზე. ხეთ, სასწაული. რაღაც რესტორანში შემოვედით აქ, იმიტომ რომ წვროდა წყალი. და თქვა, და დავლიეთ ლიტრა ნახევარი წყალი ეყოლა ყინულით და საერთოდ ვიყურებენ და ორჯერ კითხეს რა შეჭამთა და არ ვშეუბრუნო წყალი წვროდა. ტელევიზორის სამართავს არ ვიტყვი ყაზარელს. მთელი ბავშვობა ეძახდი დისტანციონი და ანუ ჩემს ოჯახშიც ყველა ეძახდა დისტანციონს. ეძახდი დისტანციონს და ანუ ყველა ჩემი ოჯახის წევრი ბავშვობიდან მისმის დისტანციონი. ერთხელ ამანი მითხრა რომ ქვია რასაც ახი პულტს ეძახის და პულტი არის რა დისტანციონი და ისე დამცინე რომ მე ვიტირე. ანუ ნახე დისტანციური მართვის პულტი ქვია. და მე შევკვეცე და დავერქვი დისტანციონი. უფრო კიუტ სიტყვაა დისტანციონი. თქვენ რასაც ახით პულტს თუ დისტანციონს თუ დისტანციური მართვის პულტს. ისეთი აღმართი ავიარეთ ხალხო. Skinny legend. ისეთი აღმართი ავიარეთ. სული ძლივს ამოვიტანე. მეგობრებო დავბრუნდით სახლში და ჩემი ზარეული ბებია აკეთებს ესეთ რაღაც საოცრებს ასე განახებს. ჩემი 60. ვინც არის ეს არის ჩემი დიდი ბებია თინა. თინი. ჩემი ულამაზესი თინი. ეს გააკეთებ? როგორ? ეს ეგრე არ მინდა. გააკეთებ. არა. კაი წყალია ძალიან. Ay, era que se chill out. Dame y con la mano. Así. Hola. Así. Hola, video. So awkward, but it's okay. ჩვენ რა ვიზივართ აქ საღამოს მატარებლით. ავალთ ისევ მადრიდში დავეშვებით მატარებლით. იგი მაგძელებთ vlogs. ეხლა ბაბუა ჩემს მივყავართ მატარებლის გაჩერებასთან. რომ ჩავშოთ მატარებელს და წავიდეთ უარ მადრიდში. ცოტა
ზაგარი მივიღე? არა, მაინც კასპერი ვიცი თეთრი. მაგრამ არ აუშვებს, მეგობრებო, წინ მთელი ზაფხულია. არა, ველოდებით მატარებელს, რომელიც დაბა. მოსულიყო 21-21-ზე და არ მოდის. აქ არასდროს არ აგვიანებს მატარებლები და ამას რა დაებდა. მოვიდა! წამოდი მეშვიდეზე ბარე. წამო. მოვედით. ჩამოვედით. ყველა ვიდეოში რასაც ვიღებს მომწე. ჩერჩილი. საიჭმეთი. გაუში მანდილოსანი. მანდილოსანი კი რაღაც მეორე მხრიდან გამოდი. აი ესე მეზარება არ წვიმა. ფოტოსატო რასწორებს არასდროს ეს კამერა როცა მჭირდება. ეს არის მესამე დღე და ჩვენ მივიდივართ პრადოს მუზეუმში. ისევ საშინელი სიცხეა. ისეთ სიცხეო დღეში 7 ჯერ უნდა იბანაო ადამიანმა. 9 ჯერ და აფრიკით მე გამოვიკვლია რომ ეს არის აფრიკიდან წამოსული სიცხე. და მე მიდის წამოვა თქვენთანაც მეგობრებო, მაგაზე არ იდარდოთ. თქვენთანაც გამოიდარებს. პრადოში არ შეიძლება გადაღება. ამიტომ იქიდან ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ აი გადრევანი. დღეს მივიდივართ ინდურ რესტორანში საღამოს. და ბევრმა გამაკრიტიკა ინდურ რესტორანში რადგან იხარ რომ ინდურები არიანო, მაგრამ საქართველოში ცხენის შაურმას გვაჭმევდნენ, ამიტომ ჩემი აზრით იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, ძალიან გემრიელია ოღონდ. გაჯეროთ არავინო არ არის გემრიელი, ძალიან გემრიელი სამზარეულო. წითელზე გადავდივართ. ძალიან არ მიყვარს მტრედები. ჩემი კლასობრივი მტრები არიან მტრედები. გამოვედით პრადოდან და ახლა მივიდივართ ინდურ რესტორანში, მეგობრებო, რომ მივირთვათ ჩემი საყვარელი butter chicken. ვისაც არ გაქვთ გასინჯული butter chicken-ი, წადით თქვენს უახლოეს კარგი ინდურ რესტორანში და მიირთვით, იმიტომ რომ top კერძია. ეს მაქვს აპერიტივო, სამნაირი соуსი და სიმინდის ჩიფსები და ეს არის მალაი ტიკა. ეს ქათამი არის ნაღები соуსში და ბოსტნეულით, მე უკვე გადმოვიღე. ვერ მოვასწარი გადაღება, სანამ გადმოვიღებთ. ხალხო ეს არის butter chicken-ი. აი ეს არის butter chicken-ი. უგემრიელესი. გამოვედით ინდორ რესტორნიდან. ძალიან მაგარი. ოი, რა. 10-დან 11. ხალხ გასინჯეთ butter chicken-ი. საოცრება. ახლა ჩვენს მეგობარს შევხვდებით და წავალთ რეტიროს პარკში. ყლედით და მივწვევით და let's chill. იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ არ იწვევს, იმიტომ რომ ვერ გავიგე. სიდნი სვინი მიცი რომ ახლა თავისი დაბანილი წყლის ისინი გამოუშვა საპნები, იბანავებს მაგ წყლისგან გაკეთებული საბორი. წყალი დარჩა. მაგის ხო, აი სახიობია? That's disgusting. That's just disgusting. მანეთა რამდენი ფული გააკეთა მაგ? რაც სამეთქო. ხო, იმედი მაქვს რომ არ იწვევს, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში რამდენჯერაც პარკში მოვინდო მე წასვლა, იმდენჯერ კოკის პირული წვევა წავიდა. წერა ხო თქვი არ იწვევს თქო. Guess what? წვიმს. რატო წვიმს ყოველ დღეს აღაბლ, როცა მე გასვლა მინდა, ბალახში წამოწოლა და დასვენება. რისგან ვარ დაღლილი არ ვიცი ოღონ. გახსოვს რომ გითხარით იმედი მაქვს მალე გადაიღებს ხო? არა, მალე არ გადაიღებს და კი უფრო დასწყობ. God help us all. Hello. დღეს არის არასკევი. დილის 11 საათი. მივიდივარ ფჩხილებზე, 11-ზე უკვე იქ მოყოფილიყავი, მაგრამ ერთი 5 წუთი მინდა რომ მივიდე ფეხით. და წერან დამირეკეს და მიცხეს რომ ჩემი სპეციალისტი არ არის დღეს. ლაურა, რატომ მივატოვე? რატომ მიღალატე ლაურა? და სხვა უნდა გამიკეთოს ფჩხილები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ დილაუთენია
ისტერიკას არ დავდგა. გავიკეთე ჭხილები. პირველად გავიკეთე სხვათა შორის ვარდისფერი ფერი და ძალიან მომწონს. მე კიდე მძინავს, მაგრამ მე არ მოგვიწევს შენ ხალხო. რატო არ ვიკეთებდი აქამდე ვარდისმის წესი არ განახტარებენ. გიჟდები, როცა ჭხილები მაქვს ახალი გაკეთებული. როცა მთელი ცხოვრების პრობლემები მოგვარებულია. ესე თან ბლოგს ვიღებ, თან ინსტაგრამისთვის ვიღებ ვიდეოს. თან ჭხილები გავიკეთე. ყველა წინადობაში ვიტყვი მაგას. ახლა რა, life is good. ერთი სული მაქვს ახლა როდის მივალ სახლში და დავწვევი. იმიტომ რომ დაწოლა მინდა და ძალიან ცხელა და მინდა რომ სახლში მივიდე დროზე, მაგრამ სამაგიეროდ ლამაზი ჭხილები მაქვს. ეხლა არის შაბათი 4:03 საათი და რადგან თქვი რომ ამ ვლოგებში ვიქნებოდი მაქსიმალურად ნამდვილი და მოთხოვნაც ეგეთი იყო. დღეს მაქვს ძალიან ცუდი დღე, ძალიან ცუდად დამეწყო დღე, დილი და მტირი. დასიებული მაქვს სავარაუდოდ თვალები. კი, დასიებული მაქვს. დილი და მტირი, იმიტომ რომ რაღაც საქმე მინდოდა რომ გამოსულიყო კარიერის თვალსაზრისით და მეგონა რომ გამოვიდა და მაგრამ არ გამოვიდა. და ვიტირებ. რაც ძალიან ნორმალურია, რომ ვიტირებ და ძალიან გული დამწყლა მართლა. რაღაც მომენტში მქონდა უკვე ის ფიქრები და აზრები, რომ არაფერი აღარ გავამივა და ამდენი უარის შემდეგ ძალიან რთული იქნება რომ გავაგრძელო და ძალიან რთული იქნება რომ კიდევ ვცადო. არ ვიცი ერთ წელიწადში რა იქნება, ის არ ვიცი ორ თვეში რა იქნება უკვე, მაგრამ დედაჩემს ველაპარაკე, მომაც მითხრა რომ აუცილებლად ყველაფერი გამოვა და ამას იმიტომ არ მეუბნება რომ დედაჩემია. ვიზარ მითხრა ეგ მოთმინებისკენ მომიწოდებს. არ მაქვს მოთმინების უნარი აბსოლუტურად არ მაქვს. მაგრამ დანებების უნარიც არ მაქვს. არ მიყვარს დანებება. ამიტომ მგონია რომ კი ვიტირებ ცოტა ხანი გამოვიტანამ ჩემს ემოციებს, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ მაინც რაც არ უნდა იყოს. ჩემ თავს შევპირდი მე რაღაც კონკრეტულ ცხოვრებას და ზუსტად მაგ ცხოვრებას ვაჩუქებ და მივცემ. ამიტომ არ გავჩერდები და დარწმუნებული ვარ თქვენ სამეჯო გქონიათ ეგეთი მომენტი რომ უკვე იმედგაცრუებისგან აი აღარ შეგიძლიათ და უბრალოდ ჯდომა და ტირილი გინათ და იმედ ცხოვრებაში აღარაფერი აღარ გამომივას თქვა, მაგრამ ნორმალურია ეგ იტირეთ თქვით, მაგრამ თავარია რომ ეგ არ იყოს თქვენი ბოლო სიტყვა და მაგ სიტყვის მერე მაგ სიტყვას მოყვეს მერე რომ არა მე ისე მარტივა და არ დავნებდები მაინც ჩემსას გავიტან. თავარია რომ ეგ წინადება მოყვეს მერე მაგ სიტყვას. ამიტომ რა მეც ვცდილობ დღეს იქნებ კარგი ხასიათს დავდგე. გავერთო რავი რამე ვქნა, მაგრამ ჯერჯერობით ვერა, ჯერჯერობით მინდა რომ ვიწვე, ვიტირო, გამოვიგლოვო ეს ჩემი ოცნება რაც მქონდა, რაც მოკვდა. მაგრამ არ აღშავს. ახალი ოცნება დაიბადება და ახალი ოცნება იქცევა რეალობად. ესე იგი ეს არ იყო საჭირო. წავედი და დღეს თუ მეკნება თავი, დღესაც კიდე რამეს გადავიღებ, მაგრამ ხვალ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი დავამონტაჟო, რომ ორ შაბათს დავტო.